პაპილომა ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, ზოგიერთი მათგანი კანზე მხოლოდ მეჭეჭებისა და კონდილომების განვითარებას იწვევს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შესაძლებელი არის ქალებში გახდეს ისეთი სერიოზული დაავადების მიზეზი, როგორიც არის საშვილოსნოს ყელის ვულვის, საშოს და ანალური მიდამოს კიბო, ხოლო მამაკაცებში სასქესო ასოს კიბოს განვითარების მიზეზი. პაპილომა ვირუსი გადაეცემა ვაგინალური, ანალური, ორალური სქესობრივი კონტაქტის დროს. კანით-კანთან კონტაქტით, ვირუსით ინფიცირებული ადამიანის ნივთის გამოყენებით. როგორ ამოვიცნოთ პაპილომა ვირუსი? ხშირად ის ასიმპტომურად მიმდინარეობს. ზოგჯერ ახასიათებს მეჭეჭების და კონდილომების გაჩენა გენიტალურ უბნებზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე. ხშირია არასასიამოვნო გამონადენის საშო და წვისა და ქავილის შეგრძნება, ან სისხლიანი გამონადენის სქესობრივი აქტის შემდეგ. პაპილომა ვირუსის დასადგენად გამოიყენება პაპ ტესტი და HPV ტიპირება. ამიტომ ვირუსის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ვაქცინაცია 9 წლის ასაკის გოგონებში, ხოლო 21 წლიდან რეკომენდირებულია პაპ ტესტისა და HPV ტიპირების ჩატარება. მინდა შეგახსენოთ, რომ პრეზერვატივი ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს.